სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯარებს, სხვადასხვა დროშებით ჩაუვლიათ ამ ერთთან. ზოგის სახელი ისტორიაში შემორჩა მხოლოდ იმიტომ, რომ იპყრობდა, ემორჩილებოდა, ანაფასებდა ამ ერს. ერს, რომელსაც წიგნის ხალხად მოიხსენიებენ. წიგნისა, რომელმაც ებრაელებს ებრაელობა შეენარჩუნებინა. საუბრები წმინდა წიგნისა და ტრადიციების შესახებ ყოველ პარასკევს შაბათის შემობრძანებამდე GTV-ის ეთერში. პროგრამას უძღვება რაბი აბრაამ აჯიაშვილი. Shalom lachem. Am Shabbatis parasha არის parashat Naso. წასული შაბათები თუ საუბარი იყო ფირკი აბოძზე, ახლა უკვე ჩავდექით ჩვენ იმ წყობაში, იმ სედერში, რომელიც parashებს მიყვებით მისი წყობით, მისი სედერით. იმისათვის ჩვენ ამ parashiyashiyats რაბი იაკოვ გაგულაშვილი არის მოწვეული, რადგანაც წასულ პროგრამაში გითხარით რომ გინდოდათ რამოდენიმე თემაზე კიდე რომ ჩვენ შევეხოთ და ვილაპარაკოთ. ვერ მოვასწარეთ ყველაფერი დროს ხგაბოთ. parashiyazეაც ვილაპარაკებთ და ცოტა რაბი იაკოვ კიდე ხელმეორეთ ბარუხაბა. ბედნიერად დიახ წასული პროგრამა ღირსეული ბედნიერი იყო რამოდენიმე რამე რომ კიდე გვაინტერესებდა შემსება და ვერ შევამსეთ ვერ მოვასწარით. parashiyazეაც ვილაპარაკებთ და შეგვიძლია რომ დავაკავშიროთ კიდე გამთორის ღირსების ძალაზე, იმიტომ ყველაფერი თორა არის, თორის ღირსება არის და ჯერ ძირითადად მოდი ცოტა parasha გავაცნოთ ჯამაათს და მერე შემდეგ აქედან შეგვიძლია გადავიდეთ სხვადასხვა თემებზე. בסדר. ბამიდბარის წყობა დაიწყო. ჩვენ αφילו parashat ბამიდბარზეაც არ გვილაპარაკია, რომ ისე შვილები 40 წლის განმავლობაში უდაბნოში როგორნაირად იყო ჩამკრელებული, როგორ მიდიოდნენ შევატიმები და ის ნივთები, რომელიც მიშქანის აზვიდა, წაღება, სხვადასხვა რამეები, ყველა თითო ესე ძირითადი შევეტლების დევალა ეს, თვითონ შევეტლების იყო ბენე გერშონ, ბენე მერარი, სხვადასხვა რამეები, რომელი იყო დიახ აწევდა იმ ათიცნებას ლუხოთა ბერითი, ნოსეთაც მომაინც იყო, თვითონ არ ჭიროდა იმას, რომ ვინმეს ეწია, პირიქით თორა იმ ხელა ძლიერი იყო, თვითონ თავისათვის, თავისთავ თვითონ წევდა. ამიტომ parasha იწყებს ნასოში ვაიდაბერ ადონაი ელ მოშე ლემორ ნასო ეთ როშ ბენე გერშონ გამემ לבית אבותם למשפחותם. romeni חנידן מבין 30 שנה ומעלה ועד בין 50 שנה תפקוד אותם. עוז דעת צלידן, אורמוז דעת. צלמדה, כל הבא לצוות צבא, לעבוד עבודה באוהל מוקד. מומסך וראובה סעד, אוהל מוקד. וכל יכול לסתר לצחובה טלוויסי סדר. אוקיי, თქვენ როგორც გახსენით იმ სიტყვებით გავხსნით, რომ წასულ parashas უკავშირდება parashat bamidbari და parashat naso. უდაბნოს parasha და parashat naso, რომელიც არის ანგარიშება და მომაღლება, აწიკვა მიშკანის, რომელიც ინტეგრალურად ეს ორი parasha არის გადამბული ზედ ერთმანეთზე. წასულ parashis დასასრულში გამჩინილ ბრძანებს მოშეს ეს თელი მიშკანი, თქვენ უდაბნოშია ხართ ისრაელის შვილი. მიშკანი, რომელიც რომ გამჩენის სასახლე აშენდა, სადაც რომ სადგმურობდა გამჩენის შეხინა და იქ იყო სამწირველოებით ემსახურებოდნენ გამჩენს და გამჩენის ბრძანებები მოდიოდა მოშესთან, ვაიშმაყე და კოლ მიდაბერელა parashashi ვხედავთ ახლა parashashi, ჩვენ parashashi, რომ გამჩენი საუბრებოდა მოშე რაბენოზე ლაპარაკებოდა, კაცარეს მოდა ის ლაპარაკი, მიდაბერ, არ წერია მედაბერ, მიდაბერ ელავ ელაპარაკებოდა ის საუბრებოდა მხოლოდ მას parashis ბოლოშია, სულ ბოლოს სიტყვებში, მხოლოდ მოშეს ესმოდა, რაში წერავს იქ რომ ის ხმა არავის არ ესმოდა, მარტო მოშესთან მოდიოდა ყურში. და ისეთი ხმა გამოდიოდა, რომელიცაც გამჩენმა ესაუბრა საისრაელოს სინაის მთაზე, როცა ათიცნება ჩააბარა გამჩენმა საისრაელოს. ესე იგი ასეთი ძლიერი პიროვნება ბრძანდებოდა მოშე და ასეთი კედუში და სიხასით საუბრობდა გამჩენი, რომ ამ ხმას კაცი ვერ ისმენდა, მხოლოდ მოშეს ყურამდე მოდიოდა. ასეთი დიდი ხმა და კაცმა არ მოისმინოს, ეს არის არა გაგებული აზრთან, მხოლოდ ეს არის მოშეს ძალა. გამჩენი უბრძანებს მოშეს,
ლევის ყავდა ისე მიბენშენე აქეროვი. მიბენშენე ხო, როგორ წერია პარაშაში ბოლოში. მიდაბერ მიბენშენე აქეროვი და რაში წერავს იქ. ხოლოდ მე მაგაზე არ მინდა ახლა გავაპართოვო ლაპარაკი, იმიტომ მინდა რომ ძირითადად რაზე არის ეს პარაშა დღევანდელი აგებული დასაწყისი თუ შემდეგში. და ეს მინდა რომ ამ საფუძველზე ყველა პარაშას გააჩნია რაღაცა საფუძველი. და თქმა უნდა. და ამაზე არის ღერძი, რაზეც არის აგებული აწყობილი მთელი პარაშა, თავის ფოთლებით, თავის ნაყოფით, რაც რომ იზრდება ზემოთ პარაშაში, მხოლოდ არის რაღაცა ერთი ფესვი, სადაც მოდის ყველაფერი. ამ პარაშაში მე თუ მეკითხები, ჩემი გაგებით, დავგვირთ საინტერესო პარაშაა. საინტერესო პარაშა არის იმ გაგებით, რომ წასულ პარაშას უკავშირდება ლევის ყავდა სამი შვილი. კეათ, გერეშონ და მერარი. ხოსეა? გერეშონ, კეათ, პარაშა ხო? გერეშონი იყო უფროსი, კეათი იყო მეორე შვილი, მერარი იყო მესამე შვილი. და წასულ პარაშაში უკვე კეათის შვილების ამბავ წერავს თორა, რომელიც იყო მეორე შვილი. ესე იგი უპირატესობა მისცა კეათ, დაუგვირდი. მერე მოდის დღევანდელ პარაშაში ნასო, ეტროშ ბენე გერეშონ გამჰემ. ესე იგი გერეშონის შვილებიც, რომელიც ეს არის პირველი შვილი, უფროსი, ლევისი. ის თან მაგეც იმათთან ერთად მის მეორე ძმასთან ერთად რაც მიიღო მისმა ძმამ ამ საქმეს აგზელებს, ხოლო მე ცოტა დაბალდონეზე და მერე მოდის ბენემერარი, რომელიც არის ყველაზე პატარა შვილი, ზანდებოდა, რომელსაც რომ დაესაკმა რაღაცა მიშკანთან დაკავშირებით. მთელი პარაშა არის აგებული, რა უნდა ეს საქმად გეეკეთებინათ. იმ შვილებს, ამ შვილებს, მერარის შვილებს, კეათის შვილებს, რა უნდა გეეკეთებინათ გერშონის შვილებს. გერშონი იყო თუ კეათი იყო, ამათ მსახურებოდა ქონდათ რომ ჭურჭელი მიშკანის ზურგით უნდა ეწიკათ, უნდა წემე იყო. განაწილებული იყო ეს თერი სამსახური. და რა ქონდათ ამათ? გერშონიც იყო თუ კეათიც იყო, ესე იგი უფროსი შვილი თუ მეორე შვილი, ამათ ევალდებულებოდა მთელი ჭურჭლის მოხიკვა, გამზადება, გაწყობა, გატარება და აწიკვა. ეს არის კესავოთები, ჩანგლები, ვერცხლის ჩანები, რაც იყო მიშკანში, ასკალოთები, რაც არის სულ მთელი 93 ჭურჭელი და სხვადასხვა თავი, რაც არსებობდა მიშკანში და იქ იყო რა თქმა უნდა ერთი და ორი არ იყო, ბევრ და ბევრთა ბევრი იყო. და თენ თავით ტყავებით ზემოდან გასაკრავები, მთელი სვეტები, სულ ყველაფერი ადგილიდან ადგილზე რო იზრდებოდნენ, იშლებოდა, წიკავდნენ. აი ესენი იყვნენ, რომელიც წიკავდნენ ამას, ეს არის კეათის შვილები თუ გერშონის შვილები. შევეთ ლევი. მაგრამ მერარის ევალდებულებოდა მესამე შვილს, რომელიც არის მიშკანის გამჩენის სახელი, არონა კოდეში, სადაც რომ 10 ცნება იყო შიგნით, ეს უნდა ეწიგათ. ამიტომ დაუგვირდი კეათზე რო წერია თუ გერშონზე წერია აბოდა თაკათეფ ალემ ისაუ, ბაკათეფ ისაუ, თავიანთი სამსახური იყო აწიკვა ზურგით, თავის ბეჭებით უნდა ეწიკნათ, მერარის არ წერია აწიკვა, რატომ? არონა კოდეშ თვითონ ვიყავდა თავის ნოსეთ, როგორც გემარა სოდაში 18%-ზე გემარა ბზანებს თვითონ წიკავდა თავის თავს, თვითონ ვიყავდა თავის თავი, არ ჭირდებოდა პროსტო ხალხი იყო დამდგარი და ჩვენ ხალხეთ ჩვენებოდა, ვითამ წიკავდა ხალხი, მხოლოდ არონ ნოსეთ თვითონ წევდა მის თავს. თვითონ წევდა მის თავს. არ ჭირდებოდა აწიკვა. აწევა არ ჭირდა. არავით არის აწევა, პირიქით იხალხი ვინც რომ მაგასთან იყო, იმას აწევდა. ესე იგი იარებოდნენ როგორც ფრინავდნენ, თუ გინდა. აი არიარებოდნენ მიწაზე. ისეთი ძალა ჰქონდა. შეხედულობით ვითამ. შეხედულობით ხალხეთვა ზემოთ, მაგრამ ის ერთ-ერთი დიდი ნესი რა სასწაულობასი. ამას უყურებთ ერთ შემდეგში, კერიყათ როცა მდინარე გაუნახევრა იორდენის მდინარე, გაუნახევრა გამჩენმა საისრაელოს ბოლოში, იოსეფერი იოშუაში, რომ მოდიან მდინარესთან დამდგარი მოშერაბენი უნება იოშუა, შვილო იოშუაო, დადეკიო წყალთანაო შენო და როგორც მედემემართა სასწაულიო, წყლები მეწამულის ზღვის წყლები განახებოდნენ, ям-სუფის წყლები დადგა, ასე დეგემართება შენეცავი, და იოშუა დირილი დაიწყო. შენო მადვარებამ ხელა ჯამააცაო, რას მაბარებო რაბიო? შენ ფეხსაცმელში ვინ ჩაჭდებაო? ამ ხელა მოშეს, ვინ შეცვისო? ხალხი იმას იტყვის, რა დავკარგეთ და ვინ მოვიდაო? რამე მემეცითო ისეთიო, რომ მეც გამოჩნდე ხალხშიო. მოახსენამო შემშვილო, დადეგი წყლებთან. სასწაულ ნახამო. დადგენ წყლებთან, ვაი, წერია პირდაპირ. დაიყო, როცა წყლებთან მოახლოვდა ლევიმების ფეხებიო, დადგენ თუ არა წყლებთან, განახევრდა წყლები და შევიდა, გაიყო წყლები. შევიდა შიგნით,
მთელი ჯამაათ, მთელი საისრაელო, როგორც მოშეს დაემართა იამსუφზე, ასე დაემართა იოშუა იარდენის წყლებზე, მდინარეზე. ასე გავიდნენ და ეს ვის ძალით იყო? იმ არონ ბერით აშემით. და წერია იქ პირდაპირ, წერია რომ იქ პირდაპირ წერია გემარამას ხსოდაში 36%-ზე უნდა იყოს, წერავს თალმუდი რომ როცა დადგინენო აერში იყო არონი. დამდგარი თვითონ წევდა ამ ხალხს. ვინც იყო ქავიახოლ უნდა ეწია არონი გამჩენის ამხელა შკაფი, სადაც რომ იყო ისთელი ლუხოთები, მოშეს დაწერილი, გამჩენის დაწერილი ბეწმაყელოკი, ნანტურები, ყველა შიგნით იყო დადებული. ეს როცა მოდიოდა, ხალხიც აერში დააყენა არონმა და ასე გაიარენ ამათმა და დაბლიდან იარებოდა თელი ჯამაათ უყურებდნენ ემიჯო გამჩენის არონი, იარება თავის ხალხთან ერთად მიფრინავდნენ. სასწავლობა. ეს არის დიდი სასწავლობა. ახლა აქედან იწყება დღევანდელი ფარაშა. დაუკვირდი სასწაულს, რომ ფარაშა იწყება მიშკანის ჭურჭლით, ვინც იკავს ამ ჭურჭელს, ვისევალდებულება რა. შემდეგში მოდის პრეზიდენტები, ნესიმები, ტომების უფროსები, საჩუქრებით მოდიან გამჩენთან. ბაიომარიშონა, შულმენყამინადა, რამიართვა გამჩენ, კორბანო, მისი ძღვენი, ვეხულე, ესენის ყველაფერი საჩუქრებით მოდიან და ეს არის ფარაშის ბოლო, დასასრული. და შუაში ჩასმულია ფარაშაში ისეთი საკითხები, რომელიც გაგიკვირდება. ეს არის აგებული ამაზე ფარაშა. ფარაშატმეინ უწმინდური ხალხი, რომელსაც სისუნთნიანი გამოდიოდა ტანიდან, ბინძურობა, რომლებიც რომ იმათ ჭირდებოდა ალახით გასუფთეება, ვერ შემოვიდოდნენ გამჩენის ბანაკში, ხოლ ცარუაყ ვეხოლ ზაბ, ვეხოლ ტამელანაფეშ. ცარუაყი იყო, ზავი იყო. დაკეთრუანებული, სისუნთნიანი თუ გაუწმინდურებული სულზე, მიცვალებულთან დაკავშირებით. ამას ქვია ფარაშატმეინ. მერე მოდის ფარაშატ სოტა. ფარაშატ ნაზირ. აუგირდი? აგებული არის თელი ფარაშა. მერე მოდის ბედნიერად, აგერ ნესიმების ამბავი, დალოცა საისრაელოს მირგათ კოანიმი, დამილოცე ჯამაათი, იბარეხე ხადონავი იშმერეხა, იაირა შემფანაველეხა და ვეხულე. ესე იგი რაზეა აგებული ეს ფარაშა? მოდი გამოვიტანოთ ერთი შორეში ფესვი. ფარაშა არის აგებული იმაზე. ყველაზე წმინდა ხალხი, ვინც არის თქვენში, საისრაელოში. ესენია კოანიმები თუ ლევიიმები. ყველაზე ღირსეული ხალხი, ვინც არის თქვენში, ეს არის პრეზიდენტები. და ყველაზე დაბალ დონის ხალხი, გაუწმინდურებული ხალხი. ხოლცარუაღ ვეხოლზა, ვეხოლ ტამელანაფეშ, რომელიც რომ გამჩენთან თეშუბას გააკეთებს, ან მორჯულებული კაცი, რომელიც ფარაშაც არის აღანაც, ფარაშად გერ შენით გაიერ, მორჯულდა კაცი მოთაყოლა მიყო და მორჯულდა. ეს ფარაშაც აქ არის მოცემული. დღევანდელ ფარაშაში. ასე რომ ეს უყველანი, რომლებიც შორიყვნენ გამჩენიდან, გეზელაგერზე, ამ ფარაშაშია. ადამიანმა თუ წაგლიჯა რამე მორჯულებულ ადამიან. დაუგირდი? იშკილოიელო გოელ. ფარაშა ამაზეა. რაზე ლაპარაკი? ნახე რაში ადგილზე? გემარაში ხوارი მოყანილი ამაზე თელი სუგია. კითხულობს გემარა ვეხი ეშლეხადან ბეისრაელ შენლო გვალიმ, უმერეთა გემარა ზეგერ. შეიდგაიერ ვენლო კრობი. მორჯულდა ადამიანი, კაცი არ ყავს პატრონი. აიგე? ამას რო არ მიაგდო, არ უღალატო. იმიტომ ადამიანი ყველა გამჩენის გაჩენილია. ას გეუბნება თორა? დავიწყე მიშკანით, ყველაზე წმინდა ადგილით. ვამთავრებ პარაშას ყველაზე წმინდა ხალხით. ნესიმები, ლევიიმები, კოანიმები. მაგრამ ის უბრალო ხალხი შენი გაგებით უწმინდურია, მორჯულებულია, გუშინდელ ცოდობრალიანია, მაგრამ გამჩენთან მოახლოებულია. არა იგდო. ჩემთვის გამჩენისთვის ყველა ჩემი გაჩენილები ხართ. სულ ყველა ერთი ხართ. იყავით ერთად. ნუ იქნება თქვენში საისრაელოში განყოფილება. ნუ იქნება ეს დიდი რაბიშვილია, ეს უბრალოდ გაზდილია, ეს დიდრიშვილია, ეს ასეთია. გამჩენთან ყველა დიდრიშვილები ხართ. გამჩენზე მეტი მდიდარე ვინ არის? გამჩენზე მეტი დიდი რაბი ვინ არის? გამჩენზე დიდი ვინ არსებობს? მე თუ გავაჩინე, გიცანი? ვიცანი? პატივი ეცი. თუ არ სემპათი, არ არის ერთობა, მაშინ პრობლემა. ამიტომაც დაუკვირდი რომ იებარეხე ხაწერია ერთობის ზენით. არ შეიძლება გამჩენ დელოცა საისრაელო და ეთქვა იებარეხე ხე. პრობლემები არის. ვეიშმერეხე და გლოცოსე გამჩენმა. შეგინახოთ გამჩენ არ წერია. წერია ერთობის ენა. დაგლოცოს შენ გამჩენმა, შეგინახო შენ გამჩენმა, გაგიშუკო შენ გამჩენმა. რატომ ერთობის ენით? სადაც არის ერთობა თქვენში,
გამჩენიც ბრძანდება თქვენთან იცოდეთ. აი ერთი კიდე ამასთან დაკავშირებით მართლა სასწაული რომელსაც ახლა დაუკვირდით წაღანა და ეს არის როწერია შებატიმების, ტომების, პრეზიდენტების სახელები არის ერთი სახელი რომელიცაა გაურკვეველი ჩვენთვის. დაუკვირდით ფარაშაში ხედავთ ბაიომა შიში ნესიმებ რომა ყორბანი. כן. თავიანთ ყორბანში წერია მე-6 დღეს მოიტანა პრეზიდენტმა რომელიც იყო დანიშნული გადის შვილებზე. ვინ იყო? ელიასაფ ბენ დეყუელ. ელიასაფ ბენ დეყუელ. შიში პასუქი. כן. ელიასაფ ბენ დეყუელი. შეგასაგვირია ჩემთვის. כן. და ყველასთვის. მგონი, ვინც ფარაშას უგვირდებით კარგად. ამ ადამიანის სახე რატო წერავს აქ თორასი? აქ წერია ნასი ლიბნე გად პრეზიდენტი შებეტი ტომი გადის მათი პრეზიდენტი იყო ელიასაფ ბენ დეყუელ. აგერ ერდა იგივე კაცი წერია ფარაშად ბამიდბარში. წასულ ფარაშაში წერია ნასი ლიბნე გად ელიასაფ ბენ რეყუელ. ვერ გავიგე მამამის რეყუელი ერქვა თუ დეყუელი ერქვა. თუ რეყუელი ერქვა რატო არ დაიწერა განაც ფარაშად ნასოში ნასი ლიბნე გად ელიასაფ ბენ რეყუელ. და თუ დეყუელი ერქვა იქანაც დაეწერა დეყუელი. რა არის ამის გაგება? ორ ადგილზე, კიდე ერთ ადგილზეა შემდეგში, რო კიდეა შემდეგში, ერთ პარაშაში, სადაც წერავს ხელახლად ელიასაფ ბენ დეყუელ, როგორც აქ წერია ნასოში. თუ ასე რატო წერია ზემოთ პარაშად ბამიდბარში ელიასაფ ბენ რეყუელ. საინტერესოა. მართლა საინტერესო. ამას რა ვინც კიდე იგივე. მე თორა მაგ, რომელსაც ქვია სახელად მინხა შმუელი. რაბი შმუელ გარჯიას ერქვა სახელად. იერუშალაიმიდან დაწერილი არის 130-140 წლის წინეთ. ჩამოტანილი აქვს პაპას საქართველოდან. რაბი ხახამ ბენსიონე პრემაშვილის დახმარი თორა. ამიდან დარაშობდა. და ეს თორა ჩემთან დაახლოებით 1-40 წელი. ბავშვობიდან 9 წლის ვიღავი რომ ეს თორა ჩავიხუტე, პაპა მამცაშვილო გენესოდა, ჩემთან არის თორა. ხდები არა აქ. რა ბარუხაშე. სასწაული თორა. საინტერესოა რომ ჩვენსიდან მოდივართ, ჩვენ რაბები რა წყაროდან მოაქონდათ და რაც დარაშობდნენ იქანა. დაუგირდი. ამიტომ ამბობ თორა რისვინ. დიბრე თორა რომ იცოდეს ჩემმა თემმა, ჩვენმა ჯამაათმა. ოი რა ხალხი ყოფილვართ. რა რაბები ყავდნენ. არ გეგონოთ რომ ვინმე ახლა ჭკუები დაყაროს. დიდი თორა ისწავლოს და თქვა, ვარ. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ ვართ ის პატარა ხულია. ხულია ვართ პატარა, რომელიც აგძელებთ იმ დიდ ჯაჭვებზე მიმბული ვართ, რომლებიდანაც მოვდივართ, ბუმბერას რაბებიდან, ცხონებულებიდან ყავდნენ სასწავლი მასწავლებლები. ყველა კუთხეს საქართველოში ჩვენი რაბები, ჩვენი. არ ვაბარაგობ დამატებული გარედან შემოსულები, სოლოვიჩიკების გამოგზავნილები თუ ლუბავიჩების უსხები, რომლებიც გვემატებოდნენ სტუმარი. ლაპარაკობ ჩვენი რაბები, ჩვენი შიგნიტური სალარო სამსე იყო თორით ყოველთვის. და ეს რაბი წერავს რაბი შმუელ გარჯი, მოყავს პირუში, სასწაული პირუშია, მე მარტო იმ თორაში მაგეს ნახული. წერავს ასე. წასულ პარაშაში თუ დაუგვირდებით, პარაშად ბამიდბარში რაზე ალაპარაკი. და რატო აიღნიშნა იქ ვინ იყო პრეზიდენტები რისი? გამჩენმა უბძანა მოშეს შვილო მოშე. უდაბნოში როცა ივლით დადრო შაებულები მინდა რო იაროც ყველა მაო. მიზოთ ყოლა მინა მიდბარ. მეკუტერეთ. მიკოლავკათ როხელ. სასწაულად ამოდიოდნენ. ოთაოლამი ერთმანეთს ეკითხებოდნენ. ჯო ვინ არის ესერი? სასწაულიერი უდაბნოში დალამა გალამასებულა დადროშაებულები დროშები დავალა თორა მოშეს დროშა კი არ გამოუგონიათ ამ ამ სახელმწიფოებ ევროპის სახელმწიფოებ თუ ვიღაცას ამ 2000 წლის განმავლობაში დროშები ჩვენ დროში გვიწერია რომ გამოვიდით ისრაელიდან დადროშაებულები გამოვიდნენ ვედიგლო ალაიავა გამჩენის დროშები ვეკავა ხელში ჩვენ რაფერი იყო მათი გამოსვლა თითო 3 ტომს შევეც ყავდა უფროსი რომელსაც იმ უფროს ეკავა იმ შებეთ ეკავა დროშა იმ შებეთ მოყვებოდა კიდე 2 შებეთი უკნიდან 2 ტომი 3 შებეთად გამოდიოდნენ აღმოსავლეთში იყო დანიშნული შებეთ იეუდა
მას გამოყვებოდა უკნიდან კიდე ორი შებეტი. ასე იყო. დასავლეთში შებეტ ეფრაიმი. მას გამოყვებოდა უკნიდან კიდე ორი შებეტი. ეფრაიმის ეკავა დროშა, ორი შებეტი უკნიდან გამოყვებოდნენ. ვინც იყო წამყვანი ხაზი, ის შებეტ დროშა ეკავა. აღმოსავლეთი შებეტ იეუდა, ორი შებეტი თან დაყვებოდა. დასავლეთი შებეტ ეფრაიმ, ორი შებეტი თან დაყვებოდა. ჩრდილოეთი შებეტ რეუბენი, ორი შებეტი თან დაყვებოდა. სამხრეთი შებეტ დანის შებეტი და ორი შებეტი თან დაყვებოდა. 4 დროშა იყო, ამ დროშებით იარებოდნენ, გარედან ხედველი დაინახავდა შორიდან დიდი ვებერთელა ჯარივით დალაგებული ტომები გამოდიოდნენ დროშებით, არონაკოდეში წინ, გამჩენის სვეტი ცეცხლის წინ, რომელიც იარებოდა საისრაელოს წინაშე და ღურბლის სვეტი, რომელიც ასუფთაებდა უდაბნოს, სადაც იარებოდნენ საისრაელო. ამას ხედავდა მხედველი უკნიდან, შორიდან, და სანახაულობა იყო იშლი შვატავ. გამჩენმა უბძანა მოშეს, მოშე შვილო, ასე მინდა დადროშაებული გამოვიდეს საისრაელო. მოშემ გამჩენს კითხვა დაუსვა, მე რო დავნიშნო ვინ იქნება დროშების გამფრიალებელი, მამაღლებლები, შარით არ მოვიდნენ ჩემთანაო. უმიზეზოდ არაფერი გამიკეთებია ზოგჯერაო და შარზე არ ედეხილიო. და მიზეზ რომ მივიცე საშარო მიზეზიო, ჩამყლაბამენო. აფერ უთხრა მეო, იეუდა დადგესო აკეთაო და იორი დანარჩენ შებეტიო, გამომყოლი უკნიდანაო. კითხვის იორი შებეტი, რატო ასე, რატო სხვანაირად არა? ლამა? პასუხი მოახსენა გამჩენმა. მაგას არაფერი გეტყვიანო. რატო და იაყაკობ აბინურო აბზანდაო, იაყაკობმა დაავალა შვილებსაო და უთხრაო, ამიყვანეთ მიცრაიმიდან დამასაფლავეთ ერეთში, ამ სედერით მინდაო, იყოსო იეუდა ამ ხარეზეო, შებეტი ამ ხარეზე, ყველა შებეტები თვითონ დაალაგა, თქვენი შემსვლელები მეორე პარტია ეს იქნება. მესამე პარტია ეს იქნება, იცვლებოდნენ 3 სმენა იყო სულ. იაყაკობმა უთხრა შვილებსაო, რაფერაც ეხლაო, ჩემი ცხედრის ატანა ერეთში, ასე იქნება ზუსტად თქვენი დადროშაება უდაბნოშიო. ასე რომ საშარო არაფერია, მიღებული აქვე მამა იაყაკობიდანაო და მიიღებენო. ხლა თუ დაუგვირდებით სასწაული არის. რა არის აქ სასწაული? შებეტ იეუდა ძმებში გამორჩეული ლომი, მართლა ყველა არაფერი ტყოდა. რეუბენი უპროსი, ვინ იტყოდა რამეს? ეფრაიმი, იოსების შვილი. ხო და შებეტი, იოსების შვილი, ვინ იტყოდა რამეს? მიიღებდნენ. მაგრამ შებედანი, ვინ იყო? სიდან იყო? ზილფას ვაჟი იყო. და ბილას ვაჟი უპროსი იყო გადი. იქანა შესაძლებელი იყო გად ეთქვა, რატო აირჩიეთო, ჩემზე წინეთაო დააყენეთო ზილფას ვაჟიო? რატო მე არ დამაყენეთო? გაიყვანა შვიდობისთვის მოშემ გვერდზე და იკითხება, გად, ხო არ გეწყინებათ ელიასაფო, ხო არ გეწყინებათ თქვენო? ასე ბზანა თქვენ მეწყინებაო. იღებულია ჩემთვის ყველაფერი სიყვარულობითაო. ჩვენ ყველა ძმები ვართ, ერთი ვართო. რა მნიშვნელობა აქვს? ისე სიყვარულობით მიიღო. გამოვიდა გამჩენმა და ბძანა. ელიასაფ ბენ დეყუელი ხო ქვია სახელათაო. სეფერტორაში ჩაწერეთ ელიასაფ ბენ რეყუელ. რეაყი არის ამხანაგი. მეგობარი. ჩემი მეგობარი გახტაო ამ სიტბოთი, რაც ამან გამამიჩინაო. დათმო. სადაც ბუნებრივი იყო რომ და დეთმო. მამიდან დავალება იყო. მაგრამ ყველას კი არ შეუძლია. სული გმირობა, ჩემზე კარგი ხარ. მეგობარო, მოგახმაროს გამჩენმა. ჩაიბარე და გააგზელე. აი, ეს გააკეთა. რო ეს გააკეთა, გამჩენმა დააძახა მაღლიდან. ჩაწერეთ ფარაშაში მისი მამის სახელი სხვანაირად. იმიტომ კი არა, მამას სახელი კი არ შეუცვალენ. თუ ის იმის შვილია დეყუელის, ეხლა ჩემი შვილიც გახდა ბენ რეყუელ, ჩემი ამხანაგი გახდა. აი ფარაშა გვასწავლის ერთობას. ეს პარაშა ნასო. გვასწავლის დროშებით გამოდიხართ. ააშ შებატიმები, ლევიიმებო, პრეზიდენტებო, ერთობა არ დაივიწყოთ. თქვენში თუ არის დაგეთროანებული, ის მახინჯი, ის სუდი, თეშუბას დასაბრუნებელი, ისიც ჩემი შვილებია. გამოგეთდებიან, მაინც ჩემსკენ არიან. ახდუთ, ერთობა, სიყვარულობა. სადაც სიყვარულობა იქნებაო,
გამჩენი ბრძანებს მეცვა მაშვინ იქნება იებარეხეხა ვეიშმერეხა თუ არის ერთობა ერთობისენი დაილოცებით სუყელა თუ არ არის ერთობა თუ არის დასისკული თუ ერთი გეუნება დილამშვიდობის და გულში აქვს ყერეპტობის საღამომშვიდობის ერთ გეუნება და გულში სხვა რამეს ფიქრობს ბარბინან იქ არის ცუდი უნდა იყოს ადამიანებში მართლა გულით სიყვარულობა გული და პირი უნდა იყოს ერთი მაშინ დამყარდება შვიდობა იქნება სიკეთე თელ საისრაელოში ხაზაკი ვაროხები აკო პირუში FM מאוד საინტერესოა ეს მართლა მაგარი პირუშია ასწავლი מכיוון רדגנת אחסנה. דיח. תקואל ראואל ככתה ראה. המחנגי גם צ'ניס. עשו פרוגרמה שצ'וין תורה זו חובילה פריקת. הרציתי רבי מאיר מבזנה. רוצה דמיינית, תורס אלופס לשמה. כתבה ראייה של הקדוש ברוך. ספורי לי גם צ'ניס. המחנגי גם צ'ניס. דיח. שזה גם שאלות? שגזרנו גם שאלות. פרקי אבוצ'י. אני נחת. דיח. סגי. ორნამერა მესხვედავთ. როცა ადამიან უთმობს და დაბლა თუ არის ეს სიყვარულობა, მაშინ იგივე შედარება ხდება, როცა ადამიანის თორას სწავლობს, ამხანაკი გამჩენის არის. ესე ორნაირი გზით ხდება ადამიანი გამჩენის ამხანაკი. არის გზით, რომელიც ერთი ახლა ვახსენეთ, როგორც იყო აქა, გაგება და დათმობა და გახარება ერთი მეორესი, მეორე არის იმ თორის გზით. მაგრამ რაბი მეირის ახსნა არის, როგორნაირი ამხანაკი ხდება თორის გზით. რაირი ძალა ეძლევა. იმნაირი ძალა ეძლევა, რომელიც ვერც ერთი გზით ვერ შეუძლია ადამიანმა რომ მიიღოს. მხოლოდ და მხოლოდ თორის გზით. და მე მინდა რომ ეს პატარა კიდე რომ მინდა რომ შეეხო, იმიტომ გითხარით რომ კიდე ამ პროგრამაში რაფერაც მიშნაბძანებს, კაი ცადიკი ხდება, ხასიდი ხდება, იაშა, ჭეშმარიტი, ნეემანი, მაგრამ სარგებლობენ იმ ადამიანიდან რჩევას, გონიერობას, სიბრძნეს. ხდება იმ ადამიანს ეძლება რა? მალხუთი, მემშალა, ხელმწიფობა, სუნტლობა. ესე იმ ხელა ტიტულები ეძლება იმ ადამიანს, რომელიც ეს ტიტულები არც ადრამში არ არის. და მხოლოდ ეს თორის გზით ეძლება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. გამიგერა ვიაკობ რა ასაგებია. ო, ასაგებია ერთი რაღაცა. აქ ერთი გემარა, ბერახოთში არის გემარა. თალმუდის სიტყვები ხმარო ვამბობ, 6 პროცესზე გემარა ბძანებს. თუ ადამიანი გამჩენთან დაკავშირებულია და გამჩენთან ახლოსაა, თორასთან მიკრული არის, ბძანებს საკადოშ ბარუხო, ლონივრა აოლამ ელა ლეცავოთ ლაზე. ლეცავოთ זה מלשון צוות. כן. ესე იგი შეუერთდეს. ესე იგი არ გამიჩენია მარტო ამისთვის რომ გემეჩინა ყოლამი ამ ადამიანისთვის. რომ შეუერთდეს თელი ყოლამი ამ ადამიანს. დაუკავშირდეს. გემო ცევეთ, როგორც ორი კაცი ერთად რომ არის შეერთებულია რაღაც აზრით. כן. მარტო ამისთვის ღირდა გაჩენა ამ ყოლმისაო. გემრის ენა, თალმუდის ენა. და ერთ რაღაცას მინდა რომ დაუკვირდეს ყველა ადამიანმა და ვიცოდეთ ეს. თორის ძალაზე რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ. მე ფერეკი რო ავსნა. თითო სიტყვით, მე ვინა ვარ? თითო სიტყვა რა გაგწერე, მე რაც ვიცი მარტო. და რაც არ ვიცი, იმან ხო იცის რომ ბევრი სასწავლებელი მაქვს კიდე. და რაც აღწერია, სასწაული ღირსება შეუძლია ადამიანი მიაღწიოს, ვინც თორაზეა მართლა მიკრული. გამჩენი თორა. რა არის თორა? თორა კადოშ ბარუხუმ დაწერა, კადოშ ბარუხოს დაწერილია თორა. აკადოშ ბარუხუმ კაცობრიობას შემოუტანა მიცა ეს თორა. ვინც კაცობრიობიდან ამ მოცემულ თორას მოახლოვდება და მიიღებს ამ თორას და იარება ამ თორის გზაზე, დაკავშირებულია პირდაპირ აკადოშ ბარუხოსთან. ეს უნდა იცოდეს ყველამ. ეს არის თორის ძალა. სად ბრძანდება გამჩენი? სად არ ბრძანდება? მაგრამ სად ბრძანდება? მუშავო ბაშამაი მიმაღალ, ვამბობთ ხო? ყალენლო შაბეახში. საჯომი მისი მაღლა. მუშავი ეკარო ბაშამაი მიმაღალ. საჯომი სიძირფასე მისი არის მაღლა. მხოლოდ
დაბლაურებს მისცა გამჩნევა თორა და თორა არის ჩვენ ხელში. ვინც რომ თორას მეეკრება, მიკრულია მელეხ მალხი ამელახიმ, აკადოშ ბარუხუზე. ვინც რომ თორას სწავლობს, რო ისწავლოს თორიდან. რო ისწავლოს თორიდან, მიიღოს თორიდან, რაც მართლა თორას უნდა და თავის სურვილები დააბატლოს. ყველაფერი, თავის ინტერესები, თავის სურვილები, როგორც წერავს მიშნა, ბატელ რეცონეხა მიფენე რეცონო. დაიბატლე შენი სურვილები, გამჩენი სურვილების წინაშე, ჯერთაგან რომ გამჩენმა დააბატლოს მისი სურვილები, შენ სურვილების წინაშეო. გევრამ დაადგინა, ცადიკ მოშელბი ირათ ელოიმ, გამჩენი ბრძანებს, მიმოშელბი, ვინ სუნთლობს შემზეო, ვინ არის ჩემი ბრძანებელიო, გამჩენი ბრძანებელი ყავს? არა, ცადიკ, რატომ? თორის ზალა. თორა გამჩენიდან ინტეგრალურია, აკადოშ ბარუხუ, თორა და ისრაელი ერთია. აი ეს არის ღმა კავანა. თუ შენ იმ თორას მიეკრები, მთლიანად, ი თორა ხო გამჩენთან მიკრულია, შენ უკვე გაგზალა მაღლაურების. რაც არსებობს ყოლამზე, ყველაფერია დაბლაური, ვასკოლავების დაბლა. შენ ზემოთ ხო? შენ ზემოთ, ამათ ზემოთ, ზანდება აკადოშ ბარუხუ მხოლოდ და ის სუნთლოს, ვინც რომ თორას მიეკრება, ის ხდება ზემოთ ყველა მაზალოთებზე. იმაზე ვერ სუნთლოს ვერაფერი მაზალი. ბუნებრივი წყობა? მთელი ბუნებრივი წყობა იმ ადამიანისთვის სულ ყველაფერი მოშლილია. ამთავრდა. ერთი უბრალოდ მაგალითი შეგახსენე, ვიცი შე რაბი იაკობ. ასე გეტყვით უბოჩი. ეს რაბი შუა ბენ ლევი. მიდის და ამბობს ამნაირ ამას. არიანო ხალხიო იქ ანუ ამანტყოფებიო. აქიო ამანტყოფება გადამდებიო 77%-ზე. ხო, ვარი გადამდებიო ყველაფერიო. მე იქანო მივალო, ჩავშდები მათთანაო. ვასწავლი თორასაო. თორას ვასწავლიო, გავკუნამო, არავით არის მე მათი გადამდება, ამანტყოფა ვარ გედებედება. მალე რათან გადამდებაო. კაცი ფიქრობს ბიჭო, რომელიც ყველანაირი გაგებით არ მოხდება რომ ეუნებიან. სიდან გააქვე ზალო. არავით არის ზალა გამაჩნიო. თორის ზალა გამაჩნიო. იმეთ მარტო თორა. სამბობს რა ბიოშუახ. მარტო თორა. ეს უბრალოდ რასაც თქვენ ამბობთ. თორაშია ყველაფერი. ყველაფერი. ჩვენი რაბები ზანდებოდნენ, ხა მენციონი იყო და სხვები კიდე. და ხასნიმებში განთქმულია. იადუა ვერაბანიმ კადმონიმ აგრადეკალა კოტევეძე წერავს. რაბი ელიმელეხ ვიდინოვი და ასე კიდე სხვები. როცა რამე ჭირდებოდა თორას გადაშლიდნენ, თორი დაღებულობდნენ აზრ. მაკავანა მე დერჯდებოდათ. უბათეხეზე. თორით გადახედავ, თორით იცი ყველაფერი ადამიანმა. კეთილი სასწაული. მოყვები რაღაცა, გვაქვს როცა და მოყვები. მე იმიტომ რომ ვილაპარაკეთ ახლა ეს ზუსტად ჩვენი ნასო და ბამიდბარის შესახებ ყველ და იმიტომ გავახსენდა ეს ზუსტად გამჩენის ამხანაგი ხდება. გამჩენის ამხანაგია? დაუბრუნდი პერექში რა წერია? რეა. იმიტომ არ წერია ხავერი. ხავერია. მაზე რეა. არის ესე იგი ხავერი ივრითულად ნიშნავს დაკავშირება, ხიბური, რამეს რო დაუკავშირდები, არის შეხორციელება. დაუგრიდი სიტყვაშიც, დაუგრიდეთ კარგად. არის გეტყვიან ზოგჯერ ეშ ახ. ეშ ახ, ეშ ხავერ, ეშ იედიდ ივრითულად. იედიდი არის, რა ფერი თქვენ იედიდი? ქართული მეგობარი. ნუ ხავერია მეტად მეგობარი, გაცნობილი კაცზე იტყვიან იედიდი. რას ნიშნავს იედიდი? იედიდი იწერება ივრითულად იად, ხელი ხელზე. ხელი ხელზე რო ჩავკარით, ორი ხელი ჩაიკრა, იედიდ, იად. იედიდი გავხდით. მაგრამ ხიბური, ხავერია ხიბური. რო აზრები ზიარებთ, ლაპარაკობთ, ტელეფონით შეხვედრით, ხან პურჭამთ, ხან გავალცადმე, გულაობთ, სწავლობთ ერთად, არ აქვს მნიშვნელობა ყველა სამის საქმეში. ეს არის ხიბური, უკვე დაკავშირებული, ესე იგი, უშენოთ არ ვინძრევი, უჩემოთ არ ვინძრევი, ამას ქვია ხიბური. და არის, როცა ადამიანი ახი არის, მელაშონ იხუი, როცა გაერთიანდა, მაგალითად, კაც რო რაღაცა პატარა დეგეპოჭნა, ხელი. როცა ვოკერამე და არ ჭირდება სიტყვაზე თვითონ შეხორცდა. შეხორცებული ქვია ახ. ეს არის სიტყვები, რომელიც ერთა იგივეს მიაგავს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს. დაუგვირდი, იმისი არა იყოს, რუთი ეუნება რუთი. ბოყაზ და რუთი და ნაყომი რო ლაპარაკობენ, ნაყომი ეუნება რუთ. ბითი ახაპეს
მოგიძებნი მე შენ ისეთ მოსვენებას რომელიც გისიკეთებს შენ ქალიშვილო ჩემო რა არის სიტყვა წინასწარმეტყველი სიტყვას არ წერავს პირად ქალიშვილო ჩემო რა უბრალო თუ უსაებში მოდის თქვას დაწეროს მოგიძებნი კაი ხათან რა არის ბითი ქალიშვილო ჩემო აქ ღმაზრია მეო ვაჟი დავკარგეო ბიჭიო შვილიო შენახარო ჩემირძალიო კი არ ეუნება ძალო ბითი დავგირთ სიტყვას რაბი იმიტომ რომ ყოლმის მინაგი ბუნება რა გორ არის შვილო როცა ადამიანიო ლოალეხე მეო შვილი დავკარგეო ინტერესი უნდა მქონდესო მეო ჩემი რძალი რო არ გათხოვდეს მეორეჯერო ასე არის ნახო ლოალეხე ამ ჩემო ყველას გვაცილოს მაგრამ ასეა რა უნდა იმ ბიჭის დედას რა უნდა დარჩეს ის ზარიასე და თავი შვილზე იფიქროს და იყოს მუდმივად იმ სიყვარულში უბრალესი ლაპარაკობ თოის დაბალდონის ხალხი ასე ფიქრობ ვის ღმათ არ ხედავს ცხოვრებას ვის არ ხედავს ღმათ და ცოტა რეალურად თუ არ უყურებს ცხოვრებას მაგრამ მოდი ვთქვათ მეორენაირად ამ გოგოს ხო ყავს დედა ამ დედას გოგოს დედას რა ინტერესი აქვს ნაბაროთ რო გათხოვდეს მეორეჯერ ეს ბავშვი არ ჩაგვდეს ფიქრებში აზრებში შავში ცუცში ბნელში გავიდეს გარეთ გაიხაროს ესე იგი დედამთილის აზრი ამნაირია დედმამის აზრი სხვანაირია ნაყომი ეუნება მეო შენი დედამთილი ვარო მაგრამ ბითი როგორც ჩემი შვილის გელაპარაკებიო მე ვეძებ შენთვის სიგეთეს ვეძებ შენთვის ქმარ ვეძებ შენთვის ხელახლად ხათანს ეს არის სიყვარულის ნიშნები რომელიც ხალხში დაკარგულია დღეს ერთმანეთ ახი შემოწმო ხლა გეტყვის ახი და მეორე წუთში გაგინებს ის რაც მომტერე როგორ არის ეს ხავერშელი დღეს ყველაზე ამბობენ ო ეს ბახურ რა არის ბახური სიტყვა ივრითულად ამორჩეული ადამიანი ყველა ამორჩეულია გამჩენვა გნას რომ ყველა ამორჩეული იყოს სიტყვები დიდი მნიშვნელობა გააჩნია რო წერავს ფერეკი ქვია რეაყ გამჩენის მეგობარი კი არის შოს მარტო რეაყი არის მეგობარი თუ რამეში დაუგირდი კარგად შემცდარიც თუ ხარ რაყ სუდიც რო იყო და შეცდომაშიც რომ იყო შენ თუ თორაში ხარ მაგრადა ხდება შეცდომას ყველა ვაკეთებთ თორიანი თუ თორო ვინა ვართ ადამიანები ცდებით რეაყ შელა გადაშუარო შუაშია ჩასმული იოდი რეში და ყაინის შუა ის იოდ გამჩენის ძანებს იმ ცუცა დაგაშორებო არ მოგცემ იმ საშუალებას რო შეცდეო რაყი რო გააკეთო ესე იგი თორაში ვინც არ ჩასმული თუ რამე მოდის ისეთი რო შეიძლება შეცდეს გამჩენის იმას შანსაც არ აძლევს გამჩენის სასიკეთო სასიკეთოა გაიგე ამ ხენარა მე ვახცეს შირამშირი შემსაციერე ბეკო ზედოდი ვეზერეყი ო იაფე მეოდ ზედოდი ვეზერეყი მევოდაი ეს არ კალაპარიკოს იმ ხელა ეტაპზეა ეს კალაპარიკი რომ ადამიან ხალხზე ძალიან მაღალზე ეს არის ადამიანი რომელიც ღმა თორაშია დიდი რაბი ზანდებოდა რაბი არონ რეფაელ ბენ შიმონი საღანა ვამბობდი რომ არ გადაცმა ის ვიტყვი მოკლედ დიდი რაბი ზანდებოდა ძალიან მიცრაიმის რაბი ეგვიპტეს რაბი საქართველოს რაბებთან მიწერმოწერა ჰქონდა სხვათა შორის სუჯუნის რაბისთან შელოთ უჩუბოთ მისურდებაში მე გამოვაჩინე ეს უკვე 25 წელიწადია ჩვენი გამოდიოდა იცხაკი უშევდა ჩემი ძმა მაშინ წმინის წყაროს და იქ დავწერეთ თორებიდან რაბები მიწერმოწერა ჰქონდათ გრუზიასთან გამოვაჩინეთ ზორაბებიდან და მათ შორის ეს რაბი ხახა მიხეელ მისუჯუნა ელიაშვილი გზანდებოდა იმასთან ჰქონდა მიწერმოწერა იქ უწერავს სხვათა შორის რომ იმართა ჩვენ რაბის რა სიტყვებით უწერავს ლიხვოდ არა ვადომელე მალახ ამალახ მიხეელ აი რა სიტყვებით იყო ტებერის რაბი უწერავს ასე იხოთ იშუჩი კიდე გამოვაჩინეთ მაგით მის დროში რაბი ტებერის რაბი იყო რაბი ელიაუ ილუზი დიდი რაბი ისიც დიდი კაბოდით ესე იცნობდნენ პირისპირზე ნახული ყავდათ იერუსალიმში თუ ტებერიაში ასე ჩანს და იცნობდნენ პირისპირზე ლაპარაკი დიბრეტორით რეფაელ არონ შიმონ დიდი რაბი მარაკოელი ისრაელში მაცხოვრებელი მოსამართლე და რაბება იერუსალიმიდან გაუშვა ეგვიპტეში რაბად და თავარი რაბი გახდა იქ მაშინ იყო კიდე ერთი რაბი აშკენაზების რაბი იქ დიდი რაბი რაბი არონი ერქვა სახელად და უდიდეს თორა ჩამოაწვინეს იქ მეფეც ამასთან ახლოს იყო ძალიან ხელმწიფეც და არაბებ ხლა თქმა უნდა ხელმწიფე არაბი მაგ მუსლიმანების ქვეყანა და მაგათ აქვე კანონი მაგათ კანონები უბედური კანონები არაზრთან ახლოს ხო იცი
და ასეთი კანონი რომ თუ მაგალითად მამაკაცი ცოლეთყის გადი ოჯახიდანაო დამთავრებულია სამჯერ თუ უთხრა გადი ოჯახიდანაო ეს არის გეტი გაშვებულია იქ გაყრილები არიან ხლა ამ მეფეს ჩამოვიდა სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ელჩები მინისტრები თამჯარი არიან გარეთ არის მდელო სადაც ჯიან მდინარის პირზე ბალახია და ბედნიერად და იქ არის დვარეცი სახელმწიფო დვარეცი ემსახურებიან ამათ და მეფემ ჩემ ცოლს ვთხოვო მეო რომ თქვენო კაფე გაგიკეთოს ყველასაო არ მინდა მოსამსახურეებიო ხალმა ჩემო ცოლმა ლეკეხ ჭამდნენ ცოლეუნება ამ ლეკეხის ჭამის დროს თუ მოიტანო კაფესაო თუ არაო და მამა შენის ოჯახ დაუბრუნდიო ჩემი ცოლი აღარ იქნები ვერ მოასწრო ამ ქალმა 18 კაცი არის ეკაფესთან ამოიტანა დამთავრებული ქონდა მათ ლეკეხი და ეუნება ლეხ სამჯერში აწახა და ლოა ლეხემ რა ამბავი შეიქნა მერე დამწყნარდა ბიჭო ეგაცი ხლამათან გამოაჩინა ბიჭობა ვაშკაცობა მეოსი როგორ ახაშვეროში გადაიღია ახაშვეროში გააგიჟა გამჩემავარდა თუნში და მერე მეორე დღეს მოინანია ვარბინან და დაუძახა მოფთისთვის იყვნენ იერუშალიმის მოფთი მაკაური თავიანთი ესენი ყველა იკითხება და ბოდიშო ჩვენი კანონითაო გამოსავალი ვერ უყურებთ ვერაფერსაო და გადაწყვიტენ მაგრამ რაბი არისო დიდი რაბიო რეფაელ არომენში უყანიო ჭკვიანი კაცია ძალიან და შევეკითხოთ რა იცისო რაბიო ჩვენი კანონებიო ჩვენ კანონებში შეიძლება იმდენად არ არის გარკვეული მაგრამ ხელად ჭკვიანი კაცი არისო მაგათ თორაში ყველაფრის გამოსავალ ნახამო დაუძახენ რაბის ხელმწიფეუნება რაბის ძალიან გთხოვ გადამირჩინე ოჯახიო სამ დღეს გაძლევა გადამირჩინე ოჯახი მოგამაღლებთ მოგადიდებთ ესეციან არ ჩამყარო არ ჩამაგდო ვარბინან ტირილით ელაპარაკება და ენანება ცოლი თავის შვილების პატრონი ამხელა ოჯახი რაფერ რაღაცა დავლიეთ რაღაცა შევცდი კაბოდი ამბავი თავში ამივარდა რაბი სულ თორაშია დიდი რაბი წანდებოდა ბევრი თორები დაწერა ნარმიცრაინი ცნობილია რომელიც პაპა ამბობს ყოველთვის რაბის ხამბენციონის სტოლიდან ეთორა არასოდეს არ მოშორებულა ზდეხემედი ბირქე იოსები და ნარმიცრაინი ნარმიცრაინიც მახსოვს ხამრეფე ცხონებულიდან კულაშ ასე ნარმიცრაინი ჩვენი ბევრი მინაგი მაგათან გვაქვს იცოდე გვაქვს თორე მარუხაში ამრაბისიას მაგარი მაგის ავტორი ამხელა კაცი დღედაღამე თორაში და დაბრუნდა ოჯახში თორას სწავლოსა და ავიწყდა რაბის ამბავი მესამე დღეს საკითხა მე რაბის ეუნებიან მობზანადი სალდათები 4 სალდათი ფაიტონით გამოგზანილი ხალხი კაბოდით სადაო რარიო და შეკითხვა მოგცა მეფემაო პარბინან ბიჭო რაბის არ უფიქრია მაგავაზე ვაფშე სულ ჭკვიდან გადავარდა თორაში იყო გაკვეთილი აგერ ბედინი აგერ ესენი ქვეყანა მიწერმოწერა სოფლიოსთან რაქნას რაბინ აიღო გემარა მასხეთ ბერახო და გადაშალა რომელ სუგიაზე დავარდა თვალები წერია გემარაში აი აშოთე მაიმინა მათამაინ ხო აუგირდი ადამიანი თუ წყალს სვანსო ხლა მაგალითად იგი კავია ჭიქა წყალი ჯერ ალახაბძანებს დაისხი წყალი და დალია აგურთხე სერი ალახა თუ მაგალითად ისეთ ადგილიდან სვამ წყალ სადაც მოდის წყალი მაგალითად არის სილონშელმაინ როგორც არის დღეს ბირზიოთები დაყელი სხვადასხვა ადგილებზე სდენად წყალი ამოდის და ჭირა მკნობგას წყალი ამოდის ცივი წყალი გინდა დალიო აფერ არის შენი ალახა ჭიქა არის საჭირო დაიკავო თუ შეგიძლია ისე რო აგურთხო ზანებს გემარა დადგინა გემარამ თუ ფიგრი ქონდა იმ ადამიანსაო რაც წყალი ამოვა ბოლოში რომელიც შევა ჩემპირში იმაზე აიკურთხებაო შეიძლება რო აგურთხოს და დალიოს ასეო და თუ ფიქრი ქონდაო იმ წყალზე რომელიც რო დაისხა უკვე და გადავიდაო გადასულიაო და ამ ბერახას ქვია ბერახალე ბატალა ობოლი კურთხება არ გამოყავს ამ კურთხებასაო ამ გემარას რო ესე სწავლობს წუთში ვიცი პასუხიო დაბრუნდა ხელმწიფესთან შემოდის ხელმწიფესთან კაბოდით მიიღენ რაბიო პასუხი გააკო ჩვენ შეკითხვაზეო ჩვენ დამხობილ ოჯახსაო წამოაყენებთ კიო ბრალოტაო და იქ ესტრება ქვეყანა ხალხი ესტრებია თელი მაგათი ნასწავლი დამესეკიდან იერუშალაიმიდან ეგვიპტედან ლიბიადან საუდიადან სიდან არა ყველა იქ არიან თავოყრილი ჭკვიანები ნასწავლები რო გაშიფრონეს ამბავი და გაშიფრამენ რაბი შეკითხვასაზე რას ჭამდითო როგორ დამწყვარ ჭამდითო ლეკეხ ჭამდითო ლეკეხსაო
ხელში გეკავათო ლეკეხი რო ჭამდითო კიო ჯერ არ დაგიმთავრებიათი ლეკეხი ჭამაო და შენი ცოლი დაიბრუნე სახშიო რაფერაო ლეკეხიო ნამცეცები ხანდახან იყრება ყვაზე არისო კიო მე რა თქვი შენეო სანამ დავამთავრებთო ამ ლეკეხის ჭამასაო თუ არ მოიტანე ყავა კაფეო თავისუფალი ხარო შენეო ლეცა ჭამდიო დეგეყარა ცოტა ან შენი ან ამაცავ 18 კაცი ხო იყავითო კიო არ მოხდება რო არ დაიყარო მოიძებნეთ კარგათაო მოიძებნეთ და ნახენ არ დაგიმთავრებიათო ლეკეხის ჭამენქან მოტანილი ქონდა ყავაო დაიბრუნები ძე შენი ცოლიო თორა სამხელა ძალა არ არსებობს საკითხი სიდან ისწავლა ეს რაბი თუ გადაიარა წყალმა არა გაქვს ის უკვე რაზეც საკურთხე ჩაიარა ესე იგი თუ არ არის დამთავრებული რაც საკურთხე იმაზე არ კიდე თუ მოდის და კიდე თუ იმაგალითიდან იმაგალითი ისწავლა და გამოიტანა წუთში არ არსებობს თემა საკითხი როჭამოჭრა პოლიტიკური აზროვნული ცხოვრებული ბიზნესური რაც თორაში არ წერია რაც საციფიქრებს ადამიანი ნაფიქრებია ყველაფერი მოხარჩულია ქრაბებ ყველაფერი დაწერილია ყველანაირი სიტუაცია აი ეს არის ჩვენი თორა მით უმეტეს ვინც სიწმინდით სწავლობს თორას მიკრულია გამჩენზე გამჩენი მის გვერდში არის ჩვენ უნდა გქონდეს ერთობა უნდა ვიყოს ყველა ერთ არა მარტო სიტყვით მოკიდიან არის ხალხი დღედაღამე აბა ჩალომ აბაზე ლაპარაკობენ მარტო ლაპარაკით ლაქლაკით ვაი цари ლაპარაკ რომემოთ ავად ისრაელ ბიგრონა ბეხერე ფიფიოთ ბიადა თუ ლაპარაკობ შვიდობაზე შალომზე სიყვარულზე უნდა იყოს შემსრულებელი გამკეთებელი ჯერ მყოფი რა ვიაკო ინდონეზია არ არიან ჟენესოლე და ეს მიყვანოს გამჩენა ორი წუთი კიდე თუ გვაქვს დრო ხო და რაბი ბრძანდებოდა ერთი რიბი შიმყონი დიდი ნასწავლი კაცი მაგ იყო ავსტრიის მეფის ფრანც იოსეფი რო იყო ავსტრიაში ხო მაგის ფინანსთა მინისტრი მე გელაპარაკები დაახლოებით 180-200 წლის ამბავი ისტორიული ამბავია დღეს მშვენიერად ჯიანდა ეკითხება ეს მეფე კეისარი ეკითხება ფრანც იოსეფი ეკითხება რაბის რატო ხართ ებრაელები გალუჩიო და პასუხ აძლევს არ არის ერთობა ჩვენშიო და ეს არის ჩვენი პრობლემაო მაზღაპრების სხვას მოუყარიო მე არ მჯერა ამბავისაო და დაუგვერდი და ნახამ გავიდა დრო გადის უყარდათ მაშინ ცაიდუ ზახიან მონადირეობა და გადის თავის ხალხთან და ნადირობს და გზალვალეხემ დეკარგა მეფეს ხამე მოვიდა არიციან სად არის არ ბინან თოვლია რამბავი საღაცა რაღაცა კუთხენახა ბიქტა პატარა ოიზი სოფლივით რაღაცა სახლი წაქსეული სახლივით და რა გუნაკარებზე ისრაელის შვილი ცხოვრობს იქანა ცოლი და ხმარი ხნიერები და ხო ვინა ბრძანდებითო და არ უნდა ის ვინა ვარ რა ვარ არაფერი თავში თელი დღე იარებოდა ფეხი დასურილი ძალიანად ვერეტასაცვლები გამოცვალა არ მიცნონო არ მოკლანო რაღაც ასეთი და შლოლეხემ გამშრალი სიმწყვრვალით აკანკალებული სიცივით დასრულით ან საცმლით ყველაფრით მიიღენ სახში შემოვიდა ეს კაცი აბა წყალი მიართვი ჩქარა გავგედეთ ჩაი ჩქარა აბა ბუხართან დააჯინე ჩქარა რა გეკეთოთ რა მოგართვათ ბატონო ვიმძანდებით უბრალოდ ადამიანი დავიკარგე გზაშიო კიდი კაბოდიდი ამბავი ყველაფერი საღამოთი ბედნიერად წამოაწვინენ გადააფარენ ყველაფერი დილით თუ შეიძლება დედაქალაქში მივიყვანეთო ძალიან გთხოვთო კი ბატონო მაგრამ ცოლი ეუბნება გაუთხილდიო მაინცაო კაბდეო ხაჟდეო ვინ არის გამჩენ მაიცისო ბოლოს წამოიყვანა სადგინებავსო რომ იყვანო და დვარეცი სადაც არისო სახელმწიფო დვარეცი მივიყვანეო და მიიყვანა დვარეცთან ამის მოსვლა დვარეცთან ცხენზე ჩამამждარი გადმოვიდა ცხენიდან მოსამსახურეები ჩქარა მოვიდა კივილი ხმაური ამბავი გამოიტანეს სეტლი ფაიტონივით დააჯინეთ შიგნით ჩქარა შეარბინეს ზანებაგაცა ეკაცი მიიყვანეთო თათბირების სტოლი სადაც არის დააჯინეთ იქანაო დემილოდოსო 5 წუთიო შეიყვანენ ჩქარა მიხედენ მოხედენ ეკაცი შეიყვანენ ჩუყურებს სად ვარ დვარეჩი ვაჭო რა მომიყვანა ქანა შეხა შეშენებული შემახადებულია ვინ არის ეკაცი გამჩენ მაიცის ვინ შემოვიდა სახში ბიჭო შარი არ მომდონ ყეგელი ბარბინან ისრაელის შვილი ხო იცი ისეც გაჭერებაში ვარ ყოველთვის ბარბინან დაბრუნდა მეფე შემოდი შალომყალეხე მეუნება ამან ვერ იცნო ადამიანს სulis დასაცმელი და პირველ ვიცარი შენთან ვიყავით ელიღავით წუხელიო გაგიმარჯ ვიმგზანდებით თქვენ ახალ მეფე მე ვარ მეფეო დაუჯდა გვერდში არ მიგერიდოსო რა სახში რო ლაპარაკობდითო ისე მელაპარაკეო
პატივი მინდა გწეო. ხომ მოგართვენო ხო ისე? კი, დიდი მადლობა, ჩაის დავლია მივირთვი, ხილობა ყველაფერი თოდარაბა, დიდი მადლობა. რამდამამადნიანა, ხელა ქაბაძე, კურთხება გამჩენთან, ხელმწიფე შევხვდი, რამბავში არის. პატივი მინდა რო გწეო. და ამოიღო 25 მანათიანი ოქრო ამ ხელა ვებერთელა და დაულაგა რამოდენი შიგნით ასე კურსაში საწყობილი კოლოფში, დაუდა ჩემთან საჩუქარიო, ძალიან ღირსეული საჩუქარი არისო. მადლობის სახით რო თქვენ გამოხატო მადლობა რომ თქვენ ასე მიმიღეთ ოჯახშიო და ისრაელიშვილი არ ინძრება შეშვიდობა. მოხუცებული. არც ახეს არ ანძრევს, არც მადლობას არ ამბობს, არც ლაპარაკობს. რო გინახია გაქვაებული, ასე იყურება. ალბათაო ცოტა არის თქვენთვის ესო და ზანება გაცანიშანი მისახელად 50 მოიტანეთ ამნაირიო. დაულაგენ 50. ჩვენნაირი 50-იანები ქვეყანა ქონება. აბატონო, ეს ხო ამით ხო მაინც გამოვისყიდეო ჩემი ყველაფერიო? არ ინძრევა ისრაელიშვილი. სიტყვას არ გასუსუნებულია დამჯარი სახე აკლოალეხე. გაქვაებული იყურება ელეკეღეს ვერ გაიგებ რა გულში, რას ფიქრობს? ესე ცოტა არისო? სადაც თქვენ ცხოვრობთო? იმ თელ ტერიტორიას გაძლევო, საჩუქრათაო, შენ სოფელსაო, ორი დიდი ქალაქია მაქანაო, შენ იქნები დღიდან იქაური იმპერატორიო. გადამწყვეტი სიკვდილი, სიცოცხლე, რა გინდა ყველაფერი, შენ ახარ იცოდე, რაც საქმეებია, უშენოდ არაფერი დაინძრება. 50 ეს ოქროები რაც დაგილაგეო და კიდე 100 წალ გამოგიტანებენ აგერაო და 150 სხვადასხვა ხელა ოქროები. ამ ხელაზე კიდე ხმას არ იღებს და ახლა მოვიდა გული ამეფეს და ახლა ბოლო-ბოლოს რა გინდაო, ჩემი ტანსაცმელი გავიხადო და შენ ჩაგასვაო და ხელმწიფედ შენ დაგნიშნო და მე ვიყო, ვერ გავიგე. ამოიღე ხმაო. ბატონო მეფეო, დაიწყო ბლუკუნი ამ საწყალმა. მე თოდარაბა ყველაფერზე, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს, თუ მოჭრი იმ პრობლემასაო, მადლობელი ვიქნებიო. რა არისო და მე ხო იცი ნემსებზე და იმაზე მუშაობ, მახატები ყიდი მახატებსაო. ფოლაკი მახატი, ასეთი თუ რამე არჩევანი, პატარა ბაზარობა, ხო იცი ის არის ჩემი ყელობაო. ამ ბოლო დროსაო, სადაჯი ვარ ბაზარში ერთი ურია გამოჩდაო, ზუსტად ჩემ ხელობაზე დაიწყო მუშაობაო. მამაშორე მაგეო და მოგახმაროს გამჩემა შენი ყველაფერიო. ხელმწიფემ ხელები გაშალა, იგორთხოვს გამჩენო შენ სახელი. იმრავი რაც თქვა. ზუსტად არ არის ავა. გაზრდამ ხელა კონებას. ქალაქის უფროსად გადაგაქციე. სოფელი ჩაგაბარე, სახლი გაჩუგე, კარი გაჩუგე. რაც კიდე გადაწყვიდე იმპერატორი ხარ. მერე გააკეთე. აი, მაინც ის ქონია შხამი გულში, ის როგორ ჩიმიჯდებაო. მამა შორეთო მეყოფაო. სარი. უნდა იყოს ერთობა. ჩვენ ერში როცა იქნება ერთობა, მაღალი, დაბალი, დიდი, პატარა, ნასწავლი, უსწავლელი, ახლოს თუ შორ გამჩენთან, სულ ყველა უნდა შეერთდეს. სულ ყველა უნდა ვიყოთ ერთად. უნდა ვიყოთ ინტეგრალური ერთი წყობა, ერთი ჭკუით. მაშინ იქნება რომ ჩვენ ძლიერები ვიქნებით. თუ იქნება ეს, გამჩენი ბრძანებს. ებარეხეხა ადონაი, ვეიშმერეხა. მეც თქვენთან ვართ, მეც გლოცავთ, მეც ვარ ამ პარტიაში, სადაც სიყვარული, მეც მიმიღეთ გამჩენი, ვიყოთ თქვენთან გვერდში და იქნება ერთობა. ხაზაბარუხრა იაკობ. კარგი სიტყვებით ვასრულებთ. ებარეხეხა შენ ვეიშმერეხა, იაერა შენ ფანა ველეხა ვეხუნეკა, ისა შენ ფანა ველეხა. וישם לך שלום. ושמו את שמי על בני ישראל, ואני אברך. שמעתו לו צו בדניר שבץ, בדניר ממוורס, סוסיקתה בדניר בתל סה ישראל עשדה, שואן ג'מעתל סמן כן ירצו. אמן. חזק ברוך רבי יעקב. რომ შეგატუხეთ ეს პოზიტივზე ორი პროგრამა, მაგრამ საჭირო იყო ცოტა რომ შეგემსო საკითხები და კიდე ბრავალი ბეზრათ ჰაშემ გახარებულად და ბედნიერად. Shabbat shalom, bednieri Shabbatit, da guastos gamchemaman gacharebulat.